ადამიანები მრავალი გზით უკანონოდ ახერხებენ ამერიკა-მექსიკის საზღვრის გადმოკვეთას. მაშინაც კი, როცა შეერთებული შტატების საზღვრის დაცვის და საპატრულო აგენტების საზღვრებს აკონტროლებენ. მაია ტეხასში 10 წლის წინ შემოსვლას იხსენებს. რადგან კანონიერი საბუთი არ მქონდა, ვიცოდი ბევრი პრობლემა შემექმნებოდა, მაგრამ ამასთანავე არაერთი ჩვენნაირი ემიგრანტის საბუთების არ ქონის მიუხედავად არ დაკარგულა. მაია შეყვარებულს ახლა უკვე ქმარს არალეგალურად გამოყვა ამერიკაში. მათ 8 წლის გოგონა ჰყავთ, რომელიც მერილენდში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეობა აქვს. ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ დამიჭირონ ან დეპორტაცია გამიკეთონ. მაგრამ საემიგრაციო რეფორმის ფედერაციის პრეზიდენტი დენ სტაინი ამბობს, რომ უსაბუთო ემიგრანტები მართლაც უნდა გააძევონ. ასობით მილიონ ადამიანს სურს შეერთებულ შტატებში გადასახლება. შეუძლებელია ეს პროცესი ყველა სურვილის მიხედვით წარიმართოს, მის ჩათვლის, რომ ამით ცხოვრებას და ეკონომიურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. მასობრივი დეპორტაციის იდეა არასერიოზულია, ამბობს ჯეისონ ესკობარი მერილენდში ლათინო ამერიკელთა ადვოკატირების ჯგუფიდან. ამერიკის ეკონომიკას უნდა აწყობდეს მათი ლეგალიზება. კონტროვერსიას 32 შტატის 276 ქალაქით ემატება, სადაც პოლიციას ემიგრანტების გაჩერება და სტატუსის შემოწმება ეკრძალებათ. სტენის თქმით, პოლიციას უნდა შეეძლოს დაკითხოს ის ადამიანები, რომელთა სტატუსსაც საეჭვოდ მიიჩნევს. ეს პოლიციის მუშაობისა და შტატებში ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. ესკობარის თქმით, პოლიცია ამ შემთხვევაში მოვალეობებს გადააჭარბებს. ფედერალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა საჭირო არ არის. თუმცა ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ ამერიკის საემიგრაციო სისტემის რეფორმირების დროა. ღიაკარის პოლიტიკას უწყვეტი ნაკადის შემოსვლა ახლავს, რაც პრობლემურია, მაგრამ მიგრაციის ტენდენციები უნდა შევისწავლოთ. სტეინის წინადადება განსხვავდება. კანონის დაცვით უნდა გავიდნენ და თავიდან შემოვიდნენ შესატყვისი ვიზით. გასულ წელს პრეზიდენტმა ობამამ აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც უსაბუთო მიგრანტების ნახევარს ქვეყანაში დარჩენის საშუალებას მისცემს, თუმცა ბრძანებასთან დაპირისპირებულმა პოლიტიკოსებმა ის სასამართლოში გაასაჩივრეს. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.